ამის შესახებ თვითონ Facebook-ის დამაარსებელმა Zuckerbergმა ტრამპთან შეხვედრისას თქვა და მხარი დაუჭირეს და არ ვიცი ახლა მე შორის დღე გუშინ პოსტი დავდე რომ ის კიდევ არის მე თქვი ეს კიდე აღო ნუ ისე აღარ მაგრამ არის მაინც კი რა თქმა უნდა არის მაინც და ეს უნდა აღმოიფხრას და იდეოლოგია გაცოდა მასმედია არის ძირითადი გამსაზღვრელი პოლიტიკისა თუ ეს ამდენი აი ახალგაზრდობა ამდენი ასე ვთქვათ გონება დაფანტული ხალხი რომ მიდის ამ აქციებზე ესენი ხო იმის გამო ხდება ამეთი მობილიზება რომ მათ მიაწოდება არასწორი ინფორმაცია მოწოდებები ვრცელდება იქ ღია მოწოდებებია ხელისუფლების შეცვლისკენ ხელისუფლების დამხობისკენ ამაზე ცალკე მუხლი არის სისხლის სამართლის კოდექსი დარი მუხლები უნდა გაცოცხლდეს დარი მუხლები უნდა გაცოცხლდეს აი კიდევ ასევე უნდა გაცოცხლდეს სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ კაცრი ზომების მიღება აქ ხედულობაში ყავს ის ნაციონალური მოძრაობის წევრები რომელიც ფაქტიურად საჯარო სამსახურებში არიან და თავიანთ თანამშრომლებს მოუწოდებენ აქციებზე გასვლისკენ ეს არის უფლებამოსილების გადამეტება მით უმეტეს რომ ეს ამის შედეგად ზიანს განიცდის სახელმწიფო ხელისუფლება ესე იგი ღიად მოუწოდებენ თავიანთ თანამშრომლებს გავიდნენ აქციებზე შეუერთდნენ ანტისახელმწიფოებრივ აქციებს ეს არის მეხუთე კოლონის მიერ მოწყობილი აქციები და ის საჯარო მოხელეები რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ და მათი ხელმძღვანელები უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში